1623-24 წლებში ყანდაარის და ერაყის დაპყრობით ირანის ტერიტორია საგრძნობლად გაფართოვდა. მანამდე კი 1622 წელს სპარსეთის ყურეში კუნძულ ორმუზიდან პორტუგალიელების განდევნით შაჰ-აბასმა საზღვაო გზა გახსნა ევროპისკენ ირანული აბრეშუმის გასატანად და ამით როგორც იქნა გათავისუფლდა რუსეთზე გამავალი სავაჭრო საქარავნო გზაზე დამოკიდებულებისგან. ამიტომ ის აღარ უწევდა ანგარიშს საქართველოს საკითხში მოსკოვის მეფეს. 1624 წელს შაჰ-აბასის იმპერია თავისი ძლიერების ზენიტში იდგა, მაგრამ მას ჯერ ისევ მოუგვარებელი ჰქონდა საქართველოს საკითხი. კახეთის და ქართლის სამეფოების ყიზილბაშურ სახანოებად გადასაქცევად შაჰისთვის აუცილებელი იყო ახალციხის აღება. სამცხის დედაქალაქი მაშინ ისე როგორც მთელი სამცხე ოსმალების ხელში იყო. ამიტომ მისი დაპყრობა ირანისთვის სტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენდა მანამ, სანამ შაჰ-აბასი აღმოსავლეთ საქართველოს საბოლოოდ მოსასპობად იმოქმედებდა. ამ ნაბიჯით ირანის მბრძანებელი ოსმალეთის სამხედრო ძალებს გზას გადაუჭრიდა ქართლ-კახეთისკენ, რათა სულთანს ხელი არ შეეშალა მისთვის ქართლის და კახეთის სახანოებად ქცევისთვის ბრძოლაში. ამიტომ ბაღდადის და ერაყის დაპყრობის შემდეგ შაჰ-აბასის ბრძანებით ყვითელ ჯიქად წოდებულმა ერევნის ხანმა ამირგუნამ სამცხეს შეუტია და 1624 წელს ახალციხე იერიში დაიღო. შაჰ-აბასმა ახალციხის მმართველად ყიზილბაში სელიმ ხან შამს ადინულუ დანიშნა და ოსმალეთიდან ქართლის მიმართულებით გზის გადაკეტვა უბრძანა. დაპყრობილ თუ დასაპყრობ ქვეყნებს შორის არსად ისე არ ეღობებოდა შაჰ-აბასის გეგმებს რელიგიური ფაქტორი, როგორც საქართველოში, რადგან ქართველებისთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა უკვე 1300 წლის მანძილზე იყო ქცეული მუდამ თვითგადარჩენისთვის ომების უმთავრეს სულიერ აბჯრად. უდიდესი ტრადიციის მქონე ქართული დედა ეკლესია მაშინაც უმთავრესი მამოძრავებელი იყო ქართველი ხალხისთვის მტერთან შეურიგებელ ბრძოლაში. მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც ქართლის და კახეთის სამეფოებს სრული ეთნიკური და რელიგიური გაქრობის საფრთხე დაემუქრა. შაჰ-აბასმა ეს კარგად იცოდა და ამიტომ სხვადასხვა ტერიტორიებს შორის საქართველოს დამორჩილებას ეტაპობრივად ახორციელებდა და განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა ქართველების განწყობებს. თან არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ მისი ასეთი რკინისებური იმპერიული რეჟიმი დიდწილად გაშაჰისევანებულ ქართველთა სამხედრო ძალაზე იდგა და ირანის ბრძანებელს მუდმივი ეჭვი ჰქონდა მათგან მწარე პასუხისა. ქართველები უდიდესი გავლენით სარგებლობდნენ იმპერიაში და თან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მათ სამშობლოში დარჩენილ მართლმადიდებელ ნათესავებთან, რომლებიც შაჰ-აბასის გამანადგურებელი პოლიტიკით უკიდურესად უკმაყოფილოები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კახეთს შაჰისგან დანიშნული ყიზილბაში ფეიქარ ხან ყაჯარი მართავდა, ხოლო ქართლში მაჰმადიანი ბაგრატიონი სიმონ ხანი იჯდა მმართველად, შაჰ-აბასმა ისიც კარგად იცოდა, რომ ქართველები ამ მმართველებს არ ცნობდნენ და მათი იმედგულისხური დევნილი თეიმურაზ კახთა მეფის, დატყვევებული ლუარსაბ ქართლის მეფის და შირაზში გადასახლებული ქეთევან დედოფლისკენ იყო მიპყრობილი. სწორედ ეს ორი გვირგვინოსანი ბაგრატიონი იყო მაშინდელი ქართველობისთვის ქრისტიანობის არდათმობის მაგალითი. ამიტომ აბასის საქართველოში ლაშქრობის წინ ამ სიმბოლოების მოსპობას შეუდგა. თანაც შაჰს ატყობინებდნენ, რომ თავის კერაზე მიბრუნებულ გაფანტულ კახელებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ ოსმალეთს თავშეფარებულ თეიმურაზ პირველთან და კახელების აჯანყება რომ გარდაუვალი იყო, ამასაც გრძნობდა. ორმუზის, ყანდაარის და ერაყის დასაპყრობად გამართული ბრძოლების ფონზე შაჰ-აბასმა ტყვე ბაგრატიონების განადგურება დაიწყო და პირველ რიგში მისი ბრძანებით 1622 წელს გულაბის ციხეში საბელით მოახრჩვეს ქართლის ღვთივკურთხეული მეფე ლუარსაბ მეორე. ლუარსაბ მეფის და ლელა ბატონიშვილი კი, რომელიც ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა თავის ჰარამხანაში, კახეთის მმართველად დანიშნულ ფეიქარ ხან ყაჯარს აჩუქა. ეჭვიან შაჰ-აბასს ეშინოდა მეფეძმის მკვლელობის გამო ლელას რაიმე ხერხი ჩური არ ეძია მასზე. ლელა ბატონიშვილი ქრისტიანობას ინარჩუნებდა. ამის დასტურია მის მიერ მოქარგული და შუამთის მონასტერს შეწირული ეს საბუხარი, რომელზეც ხარება მოკარგული და ასომთავრული წარწერა ამშვენებს. მოიხსენე უფალო ლელა, ამინ.
ირანში გადასახლებული და დამონებული ქართველების ბჟუტავი იმედი ახლა ქეთევან დედოფლისკენ იყო მიპყრობილი, დედოფლისკენ, რომელიც ჯიუტად იდგა მართლმადიდებლობაზე და ამით გაუტეხელობის მაგალითს აძლევდა ყველას, ვინც სარწმუნოებას ფარულად ინარჩუნებდა შაჰ აბასის უსასტიკეს რეჟიმში. ქართველების გამაჰმადიანება შაჰ აბასისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქართლის და კახეთის სამეფოების ყიზილბაშურ სახანოებად გადაქცევის მისეულ გეგმებში უპირველეს ხელის შემშლელად სწორედ მართლმადიდებლური ეკლესია იდგა, ძნელად გადასალახავს ხუდეთ. ამიტომ იმდროინდელ ირანში მართლმადიდებლობა განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდა. პაპთან მოკავშირეობის გამო ირანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებს მეტი რელიგიური თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული და ამიტომ რომის წარმომადგენლობების არაერთი კერა და მცირე ეკლესია მოქმედებდა ისპაჰანში. რელიგიური შემწყნარებლობით სარგებლობდნენ ასევე სომხებიც, რადგან აბრეშუმით ვაჭრობა შაჰ აბასს მათზე ჰქონდა მინდობილი და ირანის ეკონომიკისთვის ეს უმთავრესი სავაჭრო პროდუქტი სომეხ დიდ ვაჭრებს გაჰქონდათ უცხოეთში, რის შედეგადაც სახელმწიფო ხაზინაში უდიდესი შემოსავალი შედიოდა. ინდოეთიდან ევროპამდე გამავალ სავაჭრო საქარავნო გზებზე სომეხი ვაჭრები დომინირებდნენ და ამიტომ აბას პირველი ანგარიშს უწევდა გრიგორიანულ ეკლესიას, რომელიც იმ დროს სახელმწიფოებრიობა მოშლილი სომხებისთვის ეროვნული ერთიანობის უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა. ქეთევან დედოფლის მარტვილობამდე მისი ყოფის და შირაზში ცხოვრების შესახებ თვალნათელი სურათი პიეტრო დე ლავალემ შემოგვინახა. 1621 წლის ზაფხულის მიწურულს შახის კარზე პაპის წარმომადგენელმა დე ლავალემ ამოწურულად ჩათვალა ირანში თავისი მისია და იტალიაში ზღვით დასაბრუნებლად სპარსეთის ყურისკენ აიღო გეზი ოჯახთან ერთად. გზად გაიარა ქალაქი შირაზი და ოკეანის სანაპიროზე ქალაქ ბენდერაბასში მივიდა, სადაც აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელებთან ომის სამზადისის გამო საზღვაო გზა გადაკეტილი იყო და სამგზავრო გემების მიმოსვლა შეწყვეტილი. ომიანობის გამო ბენდერაბასში გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა და დე ლავალემ იქვე მდებარე ქალაქ მინაბაში ინგლისელების ბანაკის ახლოს დაიდობინა. ჭაობებით გარშემორტყმულ ქალაქში მთელ ოჯახს ციებამ დარია ხელი. ამ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა მისი მეუღლე მაანი, რომელიც ფეხმძიმედ იყო და ამით გულდამძიმებული პიეტრომ მსახურებთან და მის ოჯახში თავშეფარებულ ქართველ თინათინთან ერთად, რომელსაც მოფერებით მარიუჩას უძახდა, უკან შირაზისკენ გამობრუნდა. უკვე 1622 წლის ივნისი იდგა, როცა პიეტრო დე ლავალემ შირაზს მიაღწია და ვინმე ჰუსეინ ბეგის სახლი იქირავა. ზაფხულის ერთ დილას პიეტრო თერცთან მივიდა ახალი ტანისამოსის შესაკერად და ქართველების კარგად მცნობმა იქვე შენიშნა იერით ქართველი, გრძელწვეროსანი კაცი, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელს ჩამოჰგავდა. დე ლავალემ იცოდა, რომ ირანში ქართველი მღვდლის ჭაჭანება არ იყო და მიხვდა ეს ერთადერთი უცესი ტყვეობაში მყოფი ქეთევან დედოფლის ის მოძღვარი გიორგი იყო, რომელზეც ბევრი კარგი სმენოდა. გამოკითხვისას თერძმაც დაუდასტურა ამ დარბაისელი ქართველის ვინაობა. პიეტროსთვის დიდი ხნის ოცნებად იყო ქცეული როგორმე დაკავშირებოდა უკვე ლეგენდად ქცეულ კახეთის ტყვედედოფალს. ამიტომ ხელიდან არ გაუშვა ეს შემთხვევითობა და ფარულად აედევნა უკან მღვდელს. ქეთევან დედოფლის მხლებლებს ყველგან უთვალთვალებდნენ შახის ჯაშუშები და ამის გამო ფრთხილობდა პიეტრო. ბოლოს როგორც იქნა მიუახლოვდა ხუცეს, სპარსულ ენაზე მიესალმა და უთხრა, მეც ქრისტიანი ვარო. დედოფლის მოძღვარი თითქოს მიუხვდა ევროპელს განზრახვას და ორიოდე სიტყვის გაცვლის შემდეგ საიდუმლო შეხვედრის ადგილი დათქვეს. 27 ივნისი თენდებოდა, როცა გიორგი ხუცესი პიეტრო დე ლავალეს ფარულად ესტუმრა. პიეტრომ ძვირფასი სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟა, მაგრამ მამა გიორგემ თავაზიანი უარი მოახსენა. პეტრე პავლობის მარხვა იყო დაწყებული და დედოფლის მოძღვარი არც საჭმელს გაეკარა და არც სასმელი იხმია. პიეტრომ მამა გიორგისგან შეიტყო ლუარსაბ მეფის მოკვდინების საზარელი ამბავი. ასევე ის,
რომ შირაზში შინაპატიმრობაში მყოფ ბატონიშვილებს, ლეონს და ალექსანდრეს ქეთევან დედოფალს არ ანახებდნენ, რის გამოც დიდედას შვილიშვილებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ხუცესმა გაანდო პიეტროს, დედოფალს 20 ქართველი მხლებელი ჰყავს და ყველანი ქრისტიანები არიანო. ხუცესმა ისიც რომ ამბო პიეტროს, დედოფალს წიგნსაცავი აქვს, რომელიც საქართველოს ნაძარცვიდან ყიზილბაშებისგან გამოისყიდა, ხოლო ფარსის ბეგლარბეგის მიერ დათმობილ მცირე სასახლეში პატარა სამლოცველოც გვაქვს მოწყობილი, სადაც მუდმივად ულოცულობთ, მაგრამ წირვას ვერ ვატარებთ ნაკურთხი ტაძრის არარსებობის გამო. ბოლოს ისიც ამცნო მას პინძელს, რომ შირაზში იმამ ყულიხანის მფარველობით უწინდელთან შედარებით კარგად გვეპყრობიან და დედოფლის გარემოცვას ქალაქიდან გასვლის უფლებასაც გვაძლევენ 2 დღის სავალ მანძილზეო. საუბრიდან გაირკვა, რომ ხუცესი გიორგი სინამდვილეში მებაღე ყოფილა და სახელდახელოდ მღვდლად კურთხეული დედოფლის მოძღურის მძიმე ტვირთს წევდა. თვითონ ეიხუმრა თურმე მასპინძელთან, ჩემი სახით უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონեն. არც ის დაუმალავს გიორგის, რომ ხშირად იღებდა დავალებებს იმამ ყულიხან უნდილაძისგან შირაზში ბაღების გასაშენებლად და სხვადასხვა საქმესაც უძღვებოდა ქართველი მხედრებით სავსე მის სამხედრო ბანაკში. ის კარგად იცნობდა ისპაჰანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებსაც, რომლებიც ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებით ეხმარებოდნენ გაჭირვებაში მყოფ ქართველობას. ზოგიერთ მათგანს კი ფარული კავშირიც ჰქონდა თურმე ქეთევან დედოფალთან მხლებლების მეშვეობით. გამომშვიდობებისას პიეტრომ ხუცეს გიორგის გაანდო, ჩემს ოჯახში იმყოფება თინათინი, იმ დიდებული გვარის შვილი, რომელსაც დედოფალი კარგად იცნობს, რომლის მამაც ომში დაიღუპა კახეთში შაჰ-აბასის ჯართან შეტაკებისას და თუ დედოფალი ინებებს, როცა ბრძანებს, მაშინ იახლება მას თინათინია. შემდეგ კი დაამატა, მეც ვეახლებოდი, მაგრამ რომის პაპის წარმომადგენლის სტუმრობა დედოფალთან შეუმჩნეველი არ დარჩება ყიზილბაშებისგან და უსიამოვნების მეც დედოფალს ჩემი ვიზიტი არაფერს მოუტანსო. ამ საიდუმლო შეხვედრის შემდეგ გიორგი ხუცესი 1 თვის განმავლობაში აღარ გამოჩენილა, რადგან ის შირაზის ხანს ახლდა ქალაქგარეთ სამხედრო ბანაკში. ხუცესი აგვისტოს მიწურულს დაბრუნდა შირაზში და პიეტროს აცნობა დედოფალი თინათინს თავისთან იწვევს. 12 წლის თინათინი პიეტრო დელავალემ ირანში გადასახლებული ალავერდელი მიტროპოლიტის დების თხოვნით შეიფარა, რათა ეს ბავშვი რომელიმე ყიზილბაში დიდებულის ჰარამხანაში არ მოხვედრილიყო. დედოფალმა იცოდა კახეთის სამეფო ტახტისადმი როგორი ერთგული მამის და გვარის შვილიც იყო თინათინი. მას შესაფერისი პატივით დახვდა, გულუხვად უმასპინძლა და სასახლის ბაღში გასეერნების შემდეგ სუფრასთან მიიწვია. პიეტრო დელავალეს ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი ტყვეობისა, ქეთევანს მაინც დედოფლური სიმშვიდით ეჭირა თავი. დედოფალმა დაწვრილებით გამოკითხა თუ ვინ იყო თინათინის რომაელი აღმზრდელი და თავისი ამბავიც მოუთხრო. იმ წვეულებაზე თურმე ერთი კახელი დიდებული ქალბატონიც ბრძანდებოდა, რომელსაც რჯული გამოეცვალა და დაუფარავად ადიდებდა ქეთევან დედოფლის წინაშე მაჰმადიანობას. იმ ქალის ძმა დედოფლის ამალაში ირიცხებოდა, რჯულს ართმობდა და ამ თავხედური საქციელის გამო გადაგვარებული და მეტად გაკიცხა. და-ძმას შორის ცხარე კამათი გაიმართა, რომელშიც თინათინი ჩაერთო და მასხრად აიგდო ის რჯულგამოცულილი ქალბატონი, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ თურმე შახის კარზე აღზევებულ ქართველ დიდებულზე იყო დანიშნული შაჰ-აბასის ბრძანებით. დედოფალი აღფრთოვანდა პატარა თინათინის გამბედაობით და სწავლა-განათლებით, მაგრამ შემდეგ ცალკე გაიხმო და დამაჯერებლად გააფრთხილა. ასეთი გულახდილობა ამ მტრულ გარემოში საჭირო არ არის. ვინც ასე ურცხვად ამაყობს ჩემ წინაშე რჯულის გამოცვლით, მართალია ყველა ჩემი ქვეშევრდომები არიან, მაგრამ ხომ ხედავ არაფერს ვიმჩნევ, რადგან ყიზილბაშთა ტყვეობაში უუფლებოს სხვა გზა არ გამაჩნიაო. თინათინმა მთელი დღე დაჰყო დედოფალთან და გვიან დაბრუნდა შირაზში დედოფალს ხშირად სტუმრობდა ისპაჰანში მოღვაწე კათოლიკე ავგუსტინელი ბერი ამბროზიო დუშანჟუში, რომელმაც მისი ცხოვრების ბოლო დროის შესახებ ასეთი ჩანაწერი შემოგვინახა.
ქეთევანი შინიდან მხოლოდ მაშინ გადიოდა, თუ მას შირაზში, შაჰის ნაცვლის იმამ ყული ხანის სასახლეში იწვევდნენ. ის ასევე ხშირად მიდიოდა ხანის ჰარამხანაში, იქ მყოფი რამდენიმე თავისი ეროვნების ქალის გასამხნევებლად, რომლებსაც დედოფალი დედური გულისხმიერებით ანუგეშებდა, რათა მტკიცედ მიჰყოლოდნენ ქრისტეს რწმენას. სხვა შემთხვევაში დედოფალი თავის სამყოფელს არასდროს ტოვებდა. 1623 წელს შაჰ-აბასმა ლევან და ალექსანდრე ბატონიშვილები სასახლეში მიაყვანინა და ორივე დაასაჭურისებინა ჯალათებს. ამის შემდეგ შაჰმა ისინი ერთხანს თავისთან ამყოფა და სადისტურად ტკბებოდა მისი დაუძინებელი მტრის, თეიმურაზ კახთა მეფის ვაჟების ტანჯვით. დამამცირებელი წამების შედეგად უმცროსი ძმა ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო კახეთის ტახტის მემკვიდრე ლევანი ჭკუიდან შეიშალა. როგორც ამბობენ, ლევანი თავს იგიჟიანებდა, რადგან გიჟს არაფერი მოეკითხება და ასეთი დამცირების შემდეგ სპარსეთის შაჰს სამაგიეროს იმით უხდიდა, რომ ქალაქის ქუჩებში დაიარებოდა და აბასის სალანძღავს სპარსულ ბეითებს მღეროდა. მას დიდხანს აღარ უცოცხლია და ისიც მალევე გარდაიცვალა. უფლისწულების წამების საზარელი ამბავი ხანძარევით მოედო ირანში გადასახლებულ ქართველობას. მაგრამ დიდედა ქეთევან დედოფალს დაუმალეს შვილიშვილების ასეთი დამამცირებელი აღსასრული. ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ლევანის და ალექსანდრეს წამების შესახებ არაფერი გაუგია. ქეთევან დედოფლის სულიერი მარტვილობა ტანჯვით აღსრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, მუდმივი მოლოდინით იმ საშინელი წამებისა, რაც მას შაჰ-აბასისგან მოელოდა სარწმუნოების არდათმობის გამო. 1624 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად იმამ ყული ხან უნდილაძესთან შაჰ-აბასის შათირი გამოცხადდა და ირანის მბრძანებლის დანაბარები მოახსენა. ქეთევან დედოფალს რჯულის დათმობა შესთავაზა. თუ დათანხმდება ნურასავნებ, ხოლო თუ არ დათმობს მართლმადიდებლობას, უმძიმესი ტანჯვით ამოხადეს სულიო. შეძრწუნდა ფარსის ბეგლარბეგი და იმავე შათირის პირით უპასუხა აბას. კარგად ვიცი, რომ ქეთევანი სარწმუნოებას არ უარყოფს, ხოლო ქალის წამებით მოკვდინება თქვენთვის სირცხვილიც არისო. შათირისგან იმამ ყული ხანის გაბედული შემონათვალის გაგონებამ შაჰი გააცოფა და ისევ იმავე შათირის პირით უბრძანა. გაამაჰმადიანე დედოფალი და თუ არა ჰყოს გმობა ქრისტესი მოკალიგი ტანჯვითა ფიცხელითა და მრავალფერითაო. უნდილაძე დარწმუნდა, რომ შაჰის გადაწყვეტილება მტკიცე იყო და საგონებელში ჩავარდა. ის ჯერ არ უმხელდა დედოფალ შაჰ-აბასის შემონათვალს, მაგრამ ბოლოს გაანდო შაჰის საზარელი გადაწყვეტილება. თვეების მანძილზე ევედრებოდა იმამ ყული ხანი ქეთევანს, რათა მოჩვენებით მაინც უარეყო ქრისტიანობა და ამით თავი გადაერჩინა საშინელი აღსასრულისგან, მაგრამ ქეთევანი დედოფლური სიმშვიდით და შეუვალობით იდგა უარზე. ასეთი ცივი უარის შემდეგ ქეთევანის ხვედრი აღარ ეკითხებოდა იმამ ყული ხანს და ის შაჰის პირადი ღოლამების ხელში გადავიდა, რომელთაც დედოფლის სასტიკი წამება ებრძანათ. ქეთევან დედოფალთან იმ საშინელ დღეს კათოლიკე ავგუსტინელი მისიონერი ამბროზიო დუშანჟუში იმყოფებოდა, რომელიც გვერდიდან არ მოსცილებია მას და ბოლო ამოსუნთქვამდე ამაგრებდა წამებულ დედოფალს. მისი ჩანაწერების მიხედვით ეს დღე ასე იხატება. 1624 წლის 12 სექტემბერს დედოფლის სასახლის ბაღში შაჰის ღოლამები და ჯალათები შევიდნენ. ქეთევანის დასანახად და დასაშინებლად ჯალათებმა ბაღის კართან გავარვარებული ნაკვერჩხლით სავსე ქვაბები დადგეს, ხოლო შაჰის ემისრებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს დედოფალს თავაზიანად რჯულის დათმობა. მათ ასეთ ყალბ თავაზიანობას ქეთევანმა 7 გამომეტყველებით უპასუხა და განაცხადა: შაჰს შეუძლია დააჭრას ჩემი სხეული, მაგრამ ის ვერას დააკლებს ჩემს სულს. ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად შეასრულოთ მისი ბრძანება. ამის შემდეგ დედოფალმა წმინდა მათე მოციქულის სიტყვები წარმოთქვა. დანუგეშინიან მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი,
არამედ გეშინოდეს უფრო ის მისა, რომელიც შემძლებელ არ სულისა და ხორცთა წარწყმედად გენიასა შინა. დედოფალმა თავის სამლოცველოში განმარტოება ითხოვა. შემდეგ შებრუნდა, სამლოცველოში შევიდა და დიდხანს ილოცა ცრემლით. უფალს შეავედრა სამშობლო, მეფეშვილი და ბოლოს სამლოცველოდან გამობრუნებული თვითონ გაუძღვა მოედნისკენ ღაზიებს და ჯალათებს. მთელი შირაზი დასტირო და თურმე გაუტეხელ ქალს. შახის ღაზიები კი ამ დროს სახლებში შედიოდნენ და მათ, ვისაც არ შეეძლო ეყურებინა ამ საზარელი სანახაობისთვის, მოედნისკენ მიერეკებოდნენ. ამბროზიო დუშანჟუში ლოცვებს კითხულობდა ხმამაღლა და საწამებლად განწირულ დედოფალს სიტყვით ამხნევებდა. დედოფალი ჯალათებმა გააშიშულეს, ხეზე გააკრეს და გახურებული მაშები დააგლიჯეს ძუძუები და კუნთები. ჭრილობები გავარვარებული შანთით ამოუწვეს, შემდეგ ჩამოხსნეს, წელზე გავარვარებული ჯაჭვი შემოახვიეს, გავარვარებულ ლურსმნებზე დააწუნეს და გახურებული ლურსმნების ნაწილი ზედ დააყარეს. ბოლოს კი გავარვარებული რკინის ქვაბი ჩამოაცვეს თავზე და ასე ამოხადეს სული. დედოფლის წამებამდე 20 მხლებლიდან 20-ვე უარყო ქრისტე. ასევე უარყო ქრისტიანობა დედოფლის მოძღვარმა მამა გიორგიმაც. ქეთევანის სრულიად მარტო ავიდა ჯვარზე. წამებულის სხედარი ყიზილბაშებმა ტომარაში ჩააგდეს. ქალაქგარეთ გაიტანეს და ერთ უკაცრიელ ტრამალზე დამარხეს შაჰ-აბასის ბრძანებით. 3 თვე და 13 დღე ესვენა დედოფლის ნაწამებით სხედარი იმ საიდუმლო სამარეში. ბოლოს ისევ ამბროზიო დუშანჟუშმა იმარჯვა და 1 აუგუსტინელ ბერთან ერთად მიაკვლია ქეთევანის საფლავს. მთელი ღამე თხრიდნენ სამარეს. სხედარი იმდენად ღრმად იყო დამარხული, რომ აუგუსტინელებს მთელი ღამე არ ეყოთდა. ინათა თუ არა თხრა შეწყვიტეს, რათა ვინმეს არ შეემჩნია ისინი. იმ დღესვე როგორც კი დაღამდა, კვლავ გააგრძელეს თხრა. დედოფლის სხეული სამარიდან ამოასვენეს, ისპაჰანში წაასვენეს, განბანეს და აუგუსტინელთა ტაძარში დაუდგეს ბინა. მაშინ ისპაჰანში მოღვაწე კათოლიკე ბერებმა დიდი ღვაწლი გასწიეს ქეთევანის წმინდა ნაწილების გადასარჩენად. უკვე დიდი ხნის წინ იყო წარსულს ჩაბარებული სარწმუნოებისთვის თავგანწირვის ასეთი მაგალითები და წმინდა ქეთევანის წამების ამბავი ხანძარევით მოედო მთელ საქრისტიანოს. ამ თემაზე მაშინაც და მოგვიანებითაც არაერთი მხატვრული ნაწარმოები შექმნეს კათოლიკური სამყაროს მწერლებმა, სადაც ავრცელებდნენ აზრს, რომ თითქოს ქეთევანმა მარტვილობამდე მართლმადიდებლობა უარყო და კათოლიკობა აღიარა. არადა ამ ჭორს თვითონ ამბროზიო დუშანჟუშის ორაზროვანმა ჩანაწერმა ჩაბერა სული, რაც შემდეგ მთელმა ევროპამ აიტაცა. ამ ცდარი აზრის გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ევროპელი კათოლიკე მკითხველი ნაკლებად წაიკითხავდა ნაწარმოებებს, რომლებიც ქეთევან დედოფლის წამების შესახებ შეიქმნა. ამ სიყალბის გასაბათილებლად თვითონ ამბროზიო დუშანჟუშის განცხადებაც კმარა, რომელიც 1640 წელს გააკეთა რომში გამოსვლისას. მან სიტყვასიტყვით ასე თქვა: სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბერძნულ წესჩვეულებებს მისდევდა, მაინც დიდი სიყვარულით ეკიდებოდა ყველა ლათინელს. როგორც ცნობილია, კათოლიკეები მართლმადიდებლობას ბერძნულს უწოდებდნენ. არადა ამ ცდარ მოსაზრებას ერთი მარტივი არგუმენტი აბათილებს. ქეთევან დედოფალს კათოლიკობა რომ მიეღო, ის პაპის სამწყსოში გადაინაცვლებდა. ასეთ შემთხვევაში კი შაჰ-აბასი დასავლეთში მისი უმთავრესი მოკავშირის, რომის პაპის მფარველობაში მყოფ ქეთევან დედოფალს სასიკვდილო განაჩენს ვეღარ გამოუტანდა და თავისთავად აღარ შედგებოდა ის საზარელი აქტი 1624 წლის 22 სექტემბერს ქალაქ შირაზში. როცა მხოლოდ რელიგიურ ჭრილში განვიხილავთ ქეთევან წამებულის ღვაწლს, რატომღაც ხშირად გვავიწყდება, რომ ასეთი თვით შეწირვით დედოფალმა გაუტეხელობის მაგალითი მისცა შაჰ-აბასისგან გაქრობის პირას მიყვანილ ქართველობას, რომელიც უკვე სასოწარკვეთილებას მოეცვა და პირადი თავგანწირვით მტერთან შეურიგებელი ბრძოლის ხანძარი დაატრიალა ერის სულში.
შაჰ-აბასს იმედი ჰქონდა, რომ ასეთი გულმხეცობა გვირგვინოსანი ბაგრატიონების მიმართ შედეგს მოიტანდა და საქართველოს საბოლოოდ განადგურების წინ ისედაც მისგან დათრგუნულ ქართველობას ბრძოლის უნარს დაუკარგავდა, მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღო. შაჰი სათავისოდ სწორად იმედოვნებდა, რადგან მის ირგვლივ ერთგული ქართველი შაჰისევანების უწყვეტი ჯაჭვი იყო შემორტყმული და მის უსასტიკეს რეჟიმში ამ ჯაჭვის გაწყვეტა ვერც კი წარმოედგინა. იმ დროს უსაზღვროდ გაძლიერებული შაჰის დამარცხებელი ხომ არც იმპერია იყო რომელიმე და არც ქართველი ქვეშევრდომებიდან ხედავდა პიროვნებას, რომელიც მის წინააღმდეგ აჯანყების დროშას ააფრიალებდა. არადა ქეთევან დედოფლის გაუტეხელობამ და მისმა არაადამიანურად წამებამ შაჰის ნების ჩარჩოებში მოქცეულ ქართველებს ერთობისკენ უბიძგა და ის გააბედინა, რასაც ნაკლებად გაბედავდა ასეთი ოკუპაციის არტახებში მოქცეული რომელიმე ერი. თანაც ნიჭიერ და ძლევამოსილ შაჰ-აბასთან შედეგიანად დატაკებას მისივე შეძლების ადამიანური გონება ჭირდებოდა ქართველების მხრიდან. აბასის რკინისებურ რეჟიმთან დამტაკებელი პიროვნება, ვისაც უკიდურესობამდე მისულიერი გაყვებოდა, ის ერი, რომელიც ასეთ ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობამდე მისივე ზედაფენის შეცდომებით, მტერთან თანამშრომლობით და მძიმე სინამდვილესთან შემგუებლობით მივიდა. ქართველებს შორის კი უკვე ღვივდებოდა აჯანყების და ქვეყნის გადასარჩენად თავგანწირვის განწყობა, რაც ლუარსაბ ქართლის მეფის და ქეთევან ყახთა დედოფლის მოწამეობრივი სულით იყო მაშინ ნასაზრდოები. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.